ჩემთვის ომი არ დასრულებულა, აი 18 წელი შესრულდა და მგონია რომ ომში ვარ. ომიც ხომ მიწისთვის, სახლებისთვის ბრძოლა არის და მე ვიბრძვი უკვე 18 წელია ჩემი სახლისთვის. ჯერ იქ ვიბრძოდი, სადაც დავიბადე. იქიდან გამოძევებული ვიბრძვი მართალია ისე ვიმბინის დაბრუნებისთვის, მაგრამ აქაც უცხოდ ვგრძნობ თავს. უცხოდ იმიტომ რომ ერთი არასდროს არ მიცხოვრია აქ თბილისში. მეორე არავინ ჩემიანი აქ არ არის. არ მაქვს ჩემი არაფერი. და თლას სტუმარივით ვგრძნობ მართლა. რაღაცა როცა გიჭირს, აი მიჭირს, არ ვიცი ვის დაურეკო, ვის მივმართო. ჩემთან ახალგორში შემეძლო უცხოსთვისაც მეთხოვა დახმარება. აქ რაღაცები დამჭირდა და მეზობლებმა კარიც კი არ გააღეს. მეც არავის არ უღებ კარს, გასაგებია. და არა ვარ იმას აქში, რომ დაუშვათ ახლიდან დავიწყე. მზად არც ფიზიკურად ვიყავი, არც ფსიქოლოგიურად, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო. ახალი ცხოვრება გზებიც არ ვიცოდი. აი უბრალოდ მეტროს ერთ სადგურიდან მეორემდე მით უმეტეს 9 წელი მე თბილისში არ ყოფილვარ და გადახდა როგორ ხდებოდა. ან რაღაცა წესების დაცვა, აი არ ვიცოდი, ეხლა ვსწავლობ. ყველაზე გულსატკენი და ჩემთვის ტკინეული ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვარ ახალი სახე, დევნილობის ახალი სახე და ომის ახალი სახე. თბილისამდეც კი არ ჩამომიყვანა სახელმწიფომ. არ ვიცი რატო არ გაუსაჯაროებიათ დღემდე ჩემი გამოძევების კადრები. როცა მე ვიდექი ერგნეთში ხელზე ბოლკილებ დადებული ქალი, ფეხში შველი, პიჟამებში 31 დეკემბერს -13 გრადუს ყინვაში. როგორ მომიყვანეს ეტლით, ავადმყოფის ეტლით და როგორ გადმომცეს ქართულ პოლიციას. 2 კამერით მიღებდნენ, მაგრამ არასდროს არ გაუსაჯაროებიათ ეს კადრები. და ჩემი და სახელმწიფოს ურთიერთობა დასრულდა 31 დეკემბერს. და როცა ვამბობ, რომ მოახდინეს ჩემი ტრანსპორტირება, ის ზუსტად გამოხატავს იმას, რაც დამეხმარნენ. კი არ გამომიყვანეს, მოახდინეს ჩემი ტრანსპორტირება. გამოყვანით ხალხმა იყო ჩაღა იმ საზოგადოებამ, რომლებიც აგენტებად არიან შერაცხულები. ჩემმა შვილმა იყო ჩაღა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჟურნალისტებმა და შიმშილობამ, რომ შეშინდნენ, რომ ციხეში არ მომკვდარიყავი, არ სჭირდებოდათ მკვდარი თამარა. არავის არ სჭირდებოდა.